ცენზორები ევროკავშირიდან. ნახეთ შორენა ხუჩიას სპეციალურ რეპორტაჟში. Dear Rasa, how are you? Could we talk to you for a second from Imedi TV? We're from Imedi TV. გასულ კვირას ევროპარლამენტში ჩვენი ჟურნალისტი ლეო სიხარულიძე ერთ მარტივ კითხვაზე ეძებდა პასუხს. რა იყო მიზეზი, რის გამოც რასა იუკნევიჩიანე იმედის დასანქცირებას ითხოვდა. ანუ ეკითხებოდით ანგარიშის იმ შესწორებებზე, რომელიც თავად წარადგინა და წესით ყველაზე კარგად თვითონ უნდა იცოდეს, რას და რატომ ითხოვს. There's not a single aspect. დეზინფორმაციის ერთ მაგალითსაც ვერ მოგვიყვანთ? კი, მაგრამ ეს მარტივი შეკითხვაა. თუ შეიძლება გაგვიზიარეთ მაგალითები იმისა, თუ რატომ უნდა დააწესოთ სანქციები. ტელეკომპანია იმედი ჩემზე ნადირობს. ნადირობა კარგი სიტყვაა იმის აღსაწერად, რასაც ევრობიუროკრატთა ეს ჯგუფი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ აკეთებს. საინტერესოა, როცა ყველა რეზოლუციაში საქართველოში მედიის თავისუფლებაზე აკეთებენ აქცენტს და ამის ფონზე თავად დევნიან მედიას. იმედის კვირის კითხვები ბოლო წერტილი იყო, თუმცა იმედის მიმართ მუქარა ბევრად ადრე დაიწყო. 12 მარტს, როცა ქრონიკის ჟურნალისტი ანუკი ჩხიკვაძე მარკეტა გრეგოროვას ელენე ხოშტარიას რუსული რუბლების შემოსავალზე ეკითხებოდა. თქვენ იმედიდან ხართ? თქვენ აქ უნდა იყოთ დასანქცირებული. მე მთავრობის მედიას არ ვესაუბრები და თქვენ საერთოდ აკრძალული უნდა გქონდეთ ამ შენობაში ყოფნა. ეს ოფიციალური გაფრთხილებაც იმედისთვის ერთი წლით ევროპარლამენტში მუშაობის აკრძალვასთან დაკავშირებით სწორედ ქრონიკის ჟურნალისტს გამოუგზავნეს. ახლა კი კონკრეტული ევროპარლამენტარები აღიარებენ, რომ იმედის წინააღმდეგ თვეებია მუშაობენ. მათ შორის არის სააკაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ქშიშტოფ ბრეიზა, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, ქართველი ელენე მეტრეველი ეხმარებოდა. ის ნაციონალური მოძრაობის და მისი დანაყოფების მოკავშირე და იპიპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მრჩეველია. ეს არის ჩემი ყოველდღიურობა და მჯერა რომ საქართველოში პროპაგანდისტული მედიების საქმიანობა უნდა დასრულდეს, ამაზე ყოველდღიურად გავაგრძელებთ მუშაობას. ეს ნამდვილად არ არის ერთი კორესპონდენტის და არც ერთი არხის აკრედიტაციის საკითხი და ბევრად დიდ პრობლემასთან მივდივართ, როცა ბრიუსელში კრიტიკული კითხვის დასმა მკაცრად ისჯება. მედიის თავისუფლება არაფრად უღერს ევროპარლამენტს, ძალიან ემსგავსება, უკვე დაემსგავსა უბრალოდ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება. სირცხვილია საერთოდ ეს ევროპისთვის და ევროკავშირისთვის და ევროპარლამენტისთვის არის სირცხვილე. ტელევიზიის შეზღუდვა მსგავსი ფაქტის გამო, წარმოუდგენელია, არ ვიცი ახლა საინტერესო არის მოძიება, რომელი ქვეყნების მედიებს აქვთ შეზღუდვა ევროპარლამენტში. აი საინტერესოა სია, პროფესორად რომლებს აქვს კიდე დაშვება და შემთხვევით ხო არ არის იქ ისეთი ქვეყნები, რომლებიც წესით მოიაზრებიან მართლაც დიქტატორულ რეჟიმებად. პასუხი არის შერჩევით. ბევრი იმ ქვეყნის მაუწყებელს, რომელსაც თავად დიქტატურად, არადემოკრატიულად, ადამიანის უფლებების დამრღვევად მოიხსენიებენ, არ აქვთ აკრძალვა ევროპარლამენტში. ეს პრაქტიკა 2022 წლიდან მხოლოდ რუსულ და ბელორუსულ მედიაზე გამოიყენეს. საქართველოს და იმედის შემთხვევა კი უნიკალურია, როცა კითხვის კორექტულად დასმის გამო მთლიან მედიას საშუალებას ერთი წლით შეუჩერეს აკრედიტაცია. ევრობიუროკრატიის ამ სტანდარტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დააფიქრა, რა იქნებოდა თუ კი იმავე სტანდარტს ჩვენ პარლამენტშიც გადმოიღებენ. პირველი, საქართველოს პარლამენტი არ ზღუდავს სპონტანური ინტერვიუს დაწყებას, თუმცა ჟურნალისტს ავალდებულებს შეწყვიტოს ინტერვიუ თუ რესპონდენტი ამას მოითხოვს. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტმა ჯერ თანხმობა უნდა მიიღოს რესპონდენტისგან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართოს კამერა. საინტერესოა, ვიფიქრებთ ამ წესის გადმოღების მიზანშეწონილობაზე. მეორე, საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტის მიერ ქცევის წესების დარღვევისას პირველ ჯერზე სანქცია არის აკრედიტაციის 1 თვით შეჩერება, განმეორებისას 6 თვით შეჩერება. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ სანქცია არის 1 წლით აკრედიტაციის შეჩერება. საინტერესოა, ვიფიქრებთ გადმოვიღოთ თუ არა. მესამე, საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტის მიერ ქცევის წესების დარღვევისას აკრედიტაცია უჩერდება მხოლოდ ამ ჟურნალისტს, სანქცია არ ეხება მედიას, რომელსაც ის წარმოადგენს. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ აკრედიტაციას უჩერებენ არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ მთლიანად მედიას. მისი ვერც ერთი ჟურნალისტი 1 წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს ევროპარლამენტის შენობაში. საინტერესოა, ამ წესზეც ვიფიქრებთ. ევროპიუროკრატია იმ ხეთს დაიმსგავსა, რომელსაც ისინი ებრძოდნენ. პარადოქსია, რომ ერთ დღეს ხედავთ მათ განცხადებებს, როდესაც მედიის თავისუფლება საფრთხე ემუქრება საქართველოში და მეორე დღეს ხედავთ, რომ ისინი ასანქცირებენ და უკრძალავენ შესვლას თავის
ოფისებში იმედის ჟურნალისტებს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმედის დასანქცირებაზე, ნიშნავს, რომ ქართველ ხალხს ვაყენებს შეურაცხყოფას და სურს შევწყვეტოთ ის თავისუფალი სიტყვა, რომელსაც ეს ტელეკომპანია ავრცელებს და შეუქმნათ ქართული მოსახლეობას გარკვეული ვაკუუმი, რომ მათ არ ეცოდნენ სიმართლე. ამის შემდეგ უფრო მიჩნდება განცდა იმის, რომ ანუ იმედი ჩემია და იმედი იცავს ქართულ ინტერესებს. ორმაგი სტანდარტის და უსამართლობის კიდევ ერთი მაგალითი ამ კვირაში მოლდოვისგან ვნახეთ, როცა ქვეყანაში არ შეუჩვეს 3 ქართული მაუწყებლის, იმედის, პოსტივისა და რუსთავი 2 ჟურნალისტები, რომლებიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 სესიის გასაშუქებლად ჩადიოდნენ. და ამ სესიაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საინტერესოა კონტექსტიც. ეს სწორედ ის მოლდოვაა, რომლის ხელისუფლებამ ბოლო წლებში ქვეყანაში 12-ზე მეტი ტელევიზიის და მედია პლატფორმის მუშაობა შეაჩერა. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ მედიის მიმართ ხდება, რომელიც მათთვის არასასიამოვნო კითხვებს სვამს. რა მუზრევთ მან და ყოველთვის თავარი არის მიზანი. რა მიზანია? წლების მანძილზე განსაკუთრებით გააქტიურდნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, თუმცა მანამდეც შეიმჩნეოდა უკვე. წლების მანძილზე ცდილობენ ნებისმიერი გზით დააბრუნონ ყოფილი ხელისუფლება. ფაქტი არის ის, რომ აქ ჭირდებათ მათ მართული, მარიონეტული ხელისუფლება. ეს არის მთავარი მიზანი. მედიაზე ზეწოლამდე დაიწყეს პოლიტიკოსებზე სანქციების დაწესება და ბოლოს ხმან რო არ გაჭრა, გადავიდნენ უკვე მედიაზე. ხვდებიან, რომ ხელისუფლების შესაცვლელად მათ ჭირდებათ აქ სრულად მართული მედია სივრცე. და მართლაც ბოლო წლებში ვხედავთ ერთსა და იმავე სქემას. უკვე ტრადიციად იქცა ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციები. სულ ბოლო რასაი უკნევიჩიანეს მომზადებული შესწორებებია ანგარიშში, რომელსაც ანგარიშსაც ვერ დავარქმევთ, რადგან ტექსტი პრაქტიკულად პოლიტიკური განაჩენის ფორმით არის დაწერილი. შინაარსი კი საქართველოს ხელისუფლების იზოლაციას, სანქციებს და კონკრეტული ქართული მედიების, მათ შორის იმედის დისკრედიტაციას ითვალისწინებს. ევროპარლამენტის შემდეგ იგივე პოლიტიკური ხაზი პარიზშიც გაგრძელდა. 12 მაისს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ფორმალურად საფრანგეთის პარლამენტის დოკუმენტი, თუმცა რეალურად იგივე გზავნილი. სანქციები, ხელისუფლების დელეგიტიმაცია, ევროკავშირის პროცესის გაყიდვის მხარდაჭერა და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ხაზის გამყარება. რეზოლუციას მხარი დაუჭირა მხოლოდ 68 დეპუტატმა, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში კი 577 წევრია. ანუ საქართველოს შესახებ მკაცრი პოლიტიკური ტექსტი თითქმის ცარიელი დარბაზის ფონზე მიიღეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის დასწრებას ამ სხდომაზე. ის საფრანგეთის მოქალაქე იყო და ფრანგულ პოლიტიკურ ელიტას იცნობს. ეს მოცემულობა ქართულ ოპოზიციას დაეხმარა. ამავე დროს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის სხდომის დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანა მხოლოდ ზურაბიშვილის დამსახურება არ არის. ეს უფრო საფრანგეთის მცდელობაა. საფრანგეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილთან და პარიზს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქართული ოცნების ხელისუფლებასთანაც. მანამ სანამ ნათელი არ გახდა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ უფრო სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო. შედეგად საფრანგეთში მხარდაჭერა ოპოზიციას გამოუცხადეს. ეს რეზოლუცია თანხმედრაშია ევროკავშირის ძირითად მიმართულებასთან, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიაში მეტ აქტიურობას. ბრიუსელი საკუთარ თავს ნორმატიულ ძალას უწოდებს. ეს ნიშნავს, რომ მას სურს ძალაუფლების მიღება საკუთარი წესების თავსმოხვევით. ამას ეწოდება ეგრეთ წოდებული ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა. ევროპა ცდილობს საზოგადოებრივი მოწყობის საკუთარი წესრიგი მოგახვიოს თავს. ამის მიღწევას კი ევროკავშირი პოლიტიკური ზეწოლითა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით ცდილობს. როგორ აკეთებენ ამას არასამთავრობოების გამოყენებით, ამაზე არაერთხელ გულაპარაკია, თუმცა პოლიტიკურ პროცესში ელჩების ღიად შემოყვანა ნამდვილად სიახლე იყო საქართველოსთვის. ბოლოს ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ მინიშნება გააკეთა საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირებაზე, რაც შეფასდა კიდეც მუქარად მისი მხრიდან. როცა ელჩებზე და გადაუჭრელ პრობლემებზე ვლაპარაკობთ, შეგვიძლია გავიხსენოთ პაվել ჰერჩინსკის ჩარევა წინა საარჩევნო პროცესში ქართული ოცნების წინააღმდეგ. ასევე გერმანიის ელჩის მაგალითიც, რომელიც ხან ოპოზიციის აქციაზე ვნახეთ, ხან სასამართლო დარბაზში და საერთოდ ღიად დაუჭირა მხარი ძალადობაში მხილებულებს. მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილი ყავს მითითებული. ის ხდება ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს მაგალითად. აქვს მასთან კომუნიკაცია ოფიციალურ დონეზე, ანუ აღიარებს
ამ მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს და მეორეს მხრივ მათ საიტზე არის უკვე 2 წელია დაახლოებით რაღაც გარკვეული თანამდებობაზე ისევ არის ძველი პირები დასახლებული მათ შორის სალომე ზურაბიშვილი რომელიც არსად არ მოიხსენიება პრეზიდენტად გარდა ამ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდისა და ეს უბრალოდ არ არის ტექნიკური საკითხი ეს არის ის საკითხი რომელიც გამოსულა თუ ტექნიკური იქნება მის აღმოფხვრას სჭირდება რამდენიმე წუთი 10 წუთი მაქსიმუმ ეს არის უბრალოდ მათი გამოვლინება მათი განწყობის და ეს არის საკმაოდ პატარა კაცის სინდრომი ასე ვიტყოდი, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს და ისინი გაჯიუტებული ბავშვის პოზიციას ინარჩუნებენ და არ ცდილობენ ამ შეცდომის აღმოფხვრას. ამ ყველა მაგალითის ფონზე კითხვები ისევ კითხვებად რჩება. რატომ აქვთ ეს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და რატომ გახდა საქართველოს ხელისუფლების შეცვლა ევროპული ბიუროკრატიის ნაწილისთვის თითქმის პოლიტიკური მისია? საქართველო კვლავ ერთგულია ევროპული გზის, მაგრამ საქართველო ამავე დროს უფრო და უფრო ინვესტიციას დებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. საქართველოს პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლა სწორედ ევროკავშირის დამოკიდებულების მიზეზით მოუწია. განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ადრე თუ გვიან ევროკავშირის მეთაურობას მოუწევს საქართველოს ხელისუფლებასთან მეტი თანამშრომლობა და რამდენიმე თვეში იხილავთ ევროკავშირის მხრიდან ვითარების განმუხტვის სურვილს და ურთიერთობების გარატვირთვას. ეს შეიძლება ღიად არ განაცხადონ, მაგრამ ეს იქნება შედეგი. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ჯერჯერობით ბრიუსელი ისევ განაგრძობს ძველი პოლიტიკის გატარებას დიპლომატიური არხების, რეზოლუციების, არასამთავრობოების თუ აქაური ოპოზიციონერების გამოყენებით. თუმცა ყველაზე მძიმე ალბათ მაინც ის არის, რომ ამ პროცესში საქართველოზე შეტევას ქვეყნის შიგნიდანაც ყავს თანამონაწილეები. და მთავარი კითხვა მაინც ალბათ ისაა, რატომ არ ელახება თავმოყარეობა იმ მცირე ჯგუფს საქართველოში, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ამ კამპანიაში მონაწილეობს.